პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორში ამ დრომდე ელოდებიან დაკავებულები ბრალის ოფიციალურად წარდგენას. ჯერ არც ერთი ბრალდებულისთვის არ წარუდგენიათ ოფიციალურად ბრალდება. ახლა ადვოკატები ელოდებიან, რომ მთავარი საგამოძიებო უწყება ბრალის დადგენილებას გამოცემს და რაც ზუსტად ვიცით არის ის, რომ დღესვე უნდა მოხდეს დაკავებულებისთვის საკითხვა იმ ბრალდების, რომელიც აქვს ძალოვან უწყებას. სულ ცოტა ხნის წინ დატოვა დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორი გიორგი მიქაძის ადვოკატმა. მიქაძე შეიძლება ითქვას, რომ ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულ საქმეზე ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია ძალოვანი უწყების ინფორმაციით. სწორედ გიორგი მიქაძეს მის ძმასთან ერთად ძალოვანი უწყება ედავება, რომ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობა სწორედ მამ ძმებმა მიქაძეებმა შეუკვეთეს თაწმინდის საძმოს ხელმძღვანელმა პირებმა. თუმცა როგორც ადვოკატი აცხადებს, მიქაძე ბრალდებას, რომელიც გაჟღერდა კატეგორიულად არ ეთანხმება. მან აირჩია სტრატეგია, რომ ისაუბროს ამ საქმესთან დაკავშირებით დუმილის უფლებას არ გამოიყენებს, რადგან სურს, რომ საზოგადოება დაარწმუნოს მის უდანაშაულობაში, მის და მისი ძმის უდანაშაულობაში. როგორც ადვოკატმა განმარტა, არანაირი კავშირი მოკლულ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძესთან მიქაძეებს ძმებს არ ქონიათ, არათუ ბიზნეს კავშირი და ბიზნეს ინტერესები, ნაცნობობაც კი ადვოკატის მტკიცებით მათ არ გააჩნიათ. შესაბამისად მიქაძისთვის დაკავებული გიორგი მიქაძისთვის წარმოუდგენელი არის ის ბრალდებები, რომელიც მისი მისამართით ისმის, ამას ამბობს ადვოკატი და ვერც ხსნის რის გამო დაადეს ხელბორკილები. რა თქმა უნდა, კითხვები გაჩნდა FSB-სთან კავშირში მყოფ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით, რადგან საჯარო წყაროებით საზოგადოებისთვის ცნობილი არის, რომ ოთარ ფარცხალაძის ერთ-ერთი დასაყრდნელი მთავარი ძალა სწორედ ძმები მიქაძეები არიან საქართველოში. თუმცა როგორც ადვოკატი აცხადებს, ფარცხალაძის ვერანაირი ბრალეულობა ამ საქმეში ვერ დადასტურდება, ისევე როგორც ადვოკატის შეფაზებით მიქაძეების. ბატონ გიორგი მიქაძე შევხვდი, არანაირი ამ ბიზნეს კავშირი ან რაიმე სახის კავშირი გარდაცვლილის ოჯახთან მას არ ქონია. არც თავად გარდაცვლილთან, არც მის ოჯახთან, არც ნაცნობობა, არც რაიმე სახის კონფლიქტი. თვითონაც იმას მიუთითებდა, რომ ძალიან გამიკვირდება რაიმე მტკიცებულება ბუნებაში არსებობდეს, რომ საერთოდ რაიმე გადაკვეთა მქონდა ამ ადამიანებთან და მეცაც გეტყვით, არც მის ძმას და არც თვითონაც და მეცაც გეტყვით, ეთერის მეშვეობით გაჟღერებული და უშუალოდ რამდენიმე გვარი, ბუნებრივია ხო თავისი ძმის გვარის გარდა, მეც არ მინდა ხა გვარები დავასახელო. არა, ფარცხალაძეს არა, გულისხმობი გვარები იყო, თუნდაც ერთ-ერთი უძილაური და მე მათი პერსონალური კი, მე არ მინდა უბრალოდ გვარების გაჟღერება, მაგრამ ვინც არის ცნობილი, რომ მოხდება და ელოდებიან მათ მიმართ, მათ შორის ზოგს წარდგენილი აქვს ბრალდება და ზოგს ელოდება. აი ეს პიროვნებების, ამ პიროვნებების გვარიც კი პირველად გავიგებოთ ბაგდავაძესა და მათ შორის ჯოხაძეს იცნობს, ბუნებრივია, ისევე როგორც ახლა ბევრი ადამიანი იცნობს მას ქალაქიდან, მეც ვიცნობ მათ შორის ძალიან ბევრი წელიწადია, მაგრამ რაიმე ამ საქმესთან დაკავშირებით კავშირი და კვეთა მას ჯოხაძესთან არ გააჩნია. დუმილის უფლებას არ იყენებს, ისაუბრებს სასამართლო პროცესში. დუმილის უფლების დროს შეიძლება საზოგადოებას დარჩეს აზრი, რომ რაღაცა სათქმელი აქვს ადამიანს, რაღაცა ისეთ სიტუაციაშია, რომ სადღაც შეიძლება იყოს მწვანე და აი დუმილს იყენებს. აი პირდაპირ გეტყვით, რომ სათქმელიც არაფერი არ არსებობს, იმდენად არანაირი კავშირი არ აქვს გიორგი მიქაძეს ამ ასე ვთქვათ შესაძლო წარდგენილ ბრალდებასთან. გამოიცხავს, რომ უძილაურმა დაადო მას ხელი? აბსოლუტურად გამორიცხავს. რა მიზეზით მოხდა მისთვის ხელბორკილების დადება? თვითონაც აინტერესებს ეს საკითხი ძალიან და ჩვენ აუცილებლად აი ამ გამოძიების სრულობის პერიოდში, როცა კიდევ უფრო მეტად გავერკვევით მოცემულობაში, მე მგონი ჩამოვიყალიბებთ აზრს, ვის და რის ინტერესში შეიძლება იყოს გიორგი მიქაძისთვის მაგალითად კონკრეტულად ბრალდების წარდგენის საკითხი. იმიტომ ფარცხალაძესთან დაკავშირებით მე არაფერი მიკითხავს ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა აბსოლუტურად დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ აბსოლუტურად ვინაიდან თვითონ გამორიცხავს თავის კავშირს ამ საქმესთან მიმართებაში, თავისთავად ცხადია ნებისმიერ სხვა პირთან კავშირსაც.
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის კლუბის საქმეზე ძალოვანმა უწყებამ 5 პირი მისცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში, მათგან 3 ხელბორკილები დაადეს და იზოლატორ შეელოდებიან ბრალის წარდგენას. 2 პირი საქართველოში არ იმყოფება. ესენი არიან დავით მიქაძე და გიორგი ჯოხაძე. როდის დატოვეს მათ საქართველო, აპირებენ თუ არა დაბრუნება სამკითხვაზე პასუხი დღეს ადვოკატებს ჩვენთვის არ გაუციათ. დავით მიქაძეს მის ძმასთან ერთად სწორედ შეკვეთილი მკვლელობის შეკვეთას ედავებიან. რაც შეეხება გიორგი ჯოხაძეს, გიორგი ჯოხაძე გამოძიების ვერსიით იყო დანაშაულის ორგანიზატორი. კიდევ 2 პირი, რომლებიც პასუხისგებაში არიან მიცემული, არიან გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. გიორგი კაჭკაჭიშვილს გამოძიება ედავება დანაშაულის ორგანიზებაში მონაწილეობას, მამუკა ბაღდავაძეს კი დანაშაულის დაფარვას და ცრუჩვენების მიცემას. აქ რამდენიმე საინტერესო დეტალი არის. ჩვენ რა თქმა უნდა ვცდილობთ, რომ ყველა დაკავებულის უფლებადამცველს გავესაუბროთ. გიორგი ჯოხაძის ადვოკატი ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს არანაირი კავშირი ამ საქმესთან არ აქვს და ვერ დადასტურდება მისი ბრალეულობა ამ საქმესთან დაკავშირების. როგორც ადვოკატი ამბობს, მზად არის ჯოხაძე ჩამოვიდეს და ჩვენება მისცეს გამოძიებას. კაჭკაჭიშვილთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას ის, რომ არც ის აღიარებს ბრალდებას, არც ერთი ბრალდებული, რომელებზეც ღიად საუბრობენ ახლა საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები, ბრალდებასთან დაკავშირებით არ ამბობენ, რომ სერიოზული არის და ყველა ამბობს, რომ დაადასტურებენ მათ უდანაშაულობას. ახლა საინტერესოა, როგორ გავიდა მათ კვალზე საგამოძიებო უწყება. პირველის ინფორმაციით, კილერმა გელა უძილაურმა მისცამა წინააღმდეგ ჩვენება. საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი არის, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შემდეგ, ანუ 14 მარტის შემდეგ დუმილი ქონდა გამოცხადებული. უძილაურს ის არც ერთ სიტყვას არ ამბობდა გამოძიებასთან, თუმცა ჩვენი ინფორმაციით მან ჩვენება მისცა. ახლა საინტერესოა, უძილაურმა ვის დაადო ხელი. მას შემდეგ, რაც ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ დაკავებულებს, ბრალის დადგენილებასთან ერთად საქმის მასალებიც გადაეცემათ ადვოკატებს და უფრო მეტი დეტალი შესაბამისად ცნობილი გახდება ამ საქმესთან დაკავშირებით მედიისთვისაც. თუ გელა უძილაურმა ჩვენება მისცა გიორგი ჯოხაძის წინააღმდეგ, ეს ჩვენებაც მის მიერ იქნება წრუ ჩვენება. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. უშვებ თუ არა ვერ გეტყვით, ალბათ უშვებ, შეიძლება არ გამოურიცხავ. არ გამოურიცხავ, მაგრამ რის საფუძველზე მისცა ჩვენება ვერ გეტყვით და რის სანაცვლოდ მისცა უძილაურმა წრუ ჩვენება, მაგასაც ვერ გეტყვით, მაგრამ მარს გამოურიცხავ. რომ ისე ჩვენება. ჩემ დაცვის ქვეშ ყოველდღე ოფიციალურად ძებნა ნამდვილად არ არის გამოცხადებული, ასევე ბრალი მას ამ ეტაპზე არ აქვს წარდგენილი. რაც შეეხება მოწმედ გამოცხადებას, კიდევ ვიმეორებ, ზაობას ვაცხადებთ, რომ გამოცხადდეთ. საგამოძიებო ორგანოში და მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რაიმე ინფორმაციას საერთოდ ფლობს და რაც შეეხება ველოს შემხელობას, არანაირი შემხელობა გიორგი ჯოხაძეს ამ ფაქტთან დაკავშირებით არ ქონია. ჩემი დაცვის ქვეშ ყოფის პოზიცია არის, რომ იგი თავს ცნობს სრულად უდანაშაულოდ, ვინაიდან ვერანაირი საფუძველი ვერ იქნება იმისი, რომ ვითომ და მან მოახდინა შესაძლო დანაშაულის შეუტყობინებლობა თუ ცრუჩვენება. კაჭკაჭიშვილს არ იცნობდა და გამოძიებასაც არ აქვს მასთან დაკავშირებით კითხვები დასმული, ასევე რაც შეეხება ძმებ მიქაძეებს, მათთანაც როგორც ვიცი კომუნიკაცია არ ქონია. გელა უძილაური იყო ბატონი გიორგი ჯოხაძის დაცვა. შესაბამისად, ჩემი დაცვის ქვეშ ყოფი მამუკა ბაღდავაძე იყო გიორგი ჯოხაძის მეგობარი და ვინაიდან გიორგი ჯოხაძის მეგობარი იყო, შესაბამისად რაღაცა სახის კომუნიკაცია ქონდა გელა უძილაურთან. როდესაც დაკავების დღეს გელა უძილაური იყო მისული მამუკა ბაღდავაძის საწყობთან, საიდანაც იგი ყიდდა ავტომობილების ნაწილებს და რამოდენიმე საათში დაახლოებით მაქედან დააკავეს გელა უძილაური. მაგ დღეს ჩემი დაცვის ქვეშ ყოფ მამუკა ბაღდავაძეს რაიმე სახის კომუნიკაცია არ ქონია. რეალურად არის თუ არა შეკვეთილი მკვლელობა, ეგეც არ დასტურდება ჯერ არაფრით. რამოდენიმე დღის წინ გამოიტანეს კვალიფიკაციის შეცვლის შესახებ დადგენილება. შესაბამისად, ჩემი დაცვის ქვეშ ყოფს ფიზიკურად ვერაფერი ვერ ეწოდინება.
ის რაც ადვოკატებისთვის დაუდასტურებელი არის ლევან ჯანგველაძისთვის ოჯახის წევრებისთვის და მისი უფლებადამცველებისთვის დადასტურებულია ტარიელ კაკაბიძეს ვესაუბრეთ პირველები დღეს და როგორც ადვოკატი აცხადებს საქმე სწორედ შეკვეთილ მკვლელობასთან აქვთ ახლა გამომძიებლებს მე მაყურებელს შევახსენებ რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შემდეგ საქმის გამოძიება იყო დაპაუზებული ვიდრე არ შეიცვალა პროკურორი და ვიდრე პროკურორი გია შაიშმელაშვილი არ ჩამოაშორეს ამ საქმეს ამის შემდეგ უკვე აქტიურად დაიწყო გამოძიება ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის ამასთან დაკავშირებით საუბრობს ადვოკატიც რომელიც ამბობს რომ ვიდრე ყველა დამნაშავე არ გამოვლინდება ყველა დანაშაულის შემკვეთი ეს საქმე საბოლოოდ ვერ გაიხსნება რა თქმა უნდა მინიშნებები კეთდება ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით რადგან საზოგადოებაში არის განცდა და არის ინფორმაცია სწორედ იმასთან დაკავშირებით რომ ამ მკვლელობის საქმეში ჩართული იყო ოთარ ფარცხალაძე რომელიც FSB-ს კავშირთან დაკავშირებით არის მხილებული და ის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდანაც არის დასანქცირებული მას შემდეგ რაც ჩვენი მოთხოვნით შეიცვალა საქმის პროკურორი შეიცვალა მუხლის კვალიფიკაციაც და მხოლოდ ამის შემდეგ ჩატარდა მნიშვნელოვანი სწორი საგამოძიებო მოქმედებები რომელმაც მოგცა ის შედეგი რა შედეგიც უკვე მთელმა საქართველომ გაიგო უკვე დადასტურებული არის რომ ეს არის შეკვეთილი მკვლელობა დადასტურებული არის რომ გელა უძილაური მარტო არ მოქმედებდა და მას ამ დანაშაულის ჩადენაში არაერთი ადამიანი ეხმარებოდა აუცილებელია ყურადღება გავამახვილო იმაზე რომ საგამოძიებო ორგანო აგრძელებს მუშაობას ტარდება სხვა საგამოძიებო მოქმედებები ამჟამადაც ტარდება სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები და თუ ვინმეს დაუდასტურდება მტკიცებულებებით ამ დანაშაულში მონაწილეობა ყველა უნდა მიეცეს პასუხისგებაში რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით ეს არის ადამიანი რომელსაც ნამდვილად ჰქონდა ახლო მეგობრული ურთიერთობა დაკავებულ პირებთან არაერთი ინფორმაცია გაჟღერდა იმასთან დაკავშირებით რომ ოთარ ფარცხალაძის ინტერესში იყო ლევან ჯანგველაძის მოშორება ეს ვერსია აუცილებლად უნდა გადამოწმდეს და მხოლოდ უნდა გამყარდეს შესაბამისი მტკიცებულებებით სანამ ყველა ვერსია არ გადამოწმდება სანამ ამ კონკრეტულ კითხვას რომელიც შეეხება ფარცხალაძის ამ დანაშაულში მონაწილეობას და ორგანიზატორობას ყველა პასუხი არ გაიცემა მე არ ვთვლი რომ საქმე დასრულებული არის ამ დრომდე ყურადღების ცენტრში არის დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორი, სადაც სამი დაკავებული ახლა ბრალის წარდგენას ელოდება, რაც ზუსტად ვიცით არის ის, რომ დღესვე მოხდება მათთვის ბრალის წარდგენა, ამის შემდეგ კი სასამართლოს მოუწევს აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობა, დიდი ალბათობით ბრალდებულების ნაწილი სასამართლოს სტომათა დარბაზში ისაუბრებს ამ ხმაურიან საქმესთან დაკავშირებით, ყოველ შემთხვევაში დღეს მინიშნებები ადვოკატებისგან მოვისმინოთ, რომ ისინი აპირებენ საუბარს, მათ შორის გიორგი მიქაძე ისაუბრებს და ილაპარაკებს რა მოტივით შეიძლება გამختარიყო ის განსაჯელი სკამზე, რადგან მიზეზებთან დაკავშირებით ამ დროისთვის საუბარი ადვოკატს უჭირს. რაც შეეხება ორ ბრალდებულს, საუბარი არის დავით მიქაძეზე და გიორგი ჯოხაძეზე, მათ დაუსწრებლად წარუდგენენ ბრალდებას და ამის შემდეგ დაიწყება სპეციალური სამუშაოები იმისთვის, რომ ძებნილთა სიაში ჩასვას ძალოვანმა უწყებამ ორივე ადამიანი, რადგან არც ერთი მათგანი საქართველოში არ იმყოფება.